საუზმე-მშვიდობისა მოგესალმებით რესტორანი ძველი ვაკიდან, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლოს, კუსტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს. ეს ჩვენი საყვარელი რესტორანია, სადაც ჩვენი სამზარეულო სამფლობელო მდებარეობს და როგორც ყოველთვის მეცხრე არხი და ესმა გთავაზობ დაუვიწყარ რეცეპტებს. კახა ჯონჯოა, ჯონი გიორგაძე, ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი. დიახ, დღეს ჩემი სტუმარი არის Fab 4-ის, ანუ ყველაზე მაგარი 4-ეულის წარმომადგენელი პოლ მაკარტნი, რომელმაც დიახ 70 წლის ასაკში გადაწყვიტა კულინარიული წიგნი გამოეშვა და ამ წიგნს ჰქვია უხორცო ორშაბათები და რატომ ორშაბათი? ქრისტიანულ სამყაროში მარხვის დღეები თამრიკომ ძალიან კარგად იცის 4 შაბათი და პარასკევია, მაგრამ მაკარტნი ამბობს, თუნდაც ერთი ორშაბათი მძიმე გადატვირთული კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ხორცის გარეშე გაატაროთ. ორი მიზეზი აქვს ამას, მსოფლიოს ასე ასწავლის როკ მუსიკის ვარსკვლავი, ბრიტანეთის იმპერიის საპატიო კავალერი, ყველაზე პოპულარული მამაკაცი ადამიანი, ვინც შექმნა სიმღერა Yesterday 1999 წელს BBC მაღიარა მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად. მე რო დღეს ახლა კახა დავიწყო ბიცებზე ლაპარაკი, შეიძლება წლის ბოლომდე ვერ დავამთავრო. შესაბამისად, ჩემი კულინარიული სამყარო გადაიქცეს მუსიკალურ სამყაროდ. ამიტომ საქმეზე გადავალ და დღეს ჩვენი სტუმარია პოლ მაკარტნი, მისი ქალიშვილები მერი და სტელა. სტელა მაკარტნი ცნობილი დიზაინერია, მე მაქვს მისი მაისურები, რომელიც ადიდასთან ერთად აკეთებს და სპორტულ სამყაროში ძალიან პოპულარულია. სტელა მერიმ და მამამ პოლმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ეს წიგნი. როგორც გითხარით, წიგნის სათაურია უხორცო ორშაბათები და ნიშნავს ორი რამით მოძღვრავეს სამყაროს. გადააქციეთ ორშაბათი უხორცო დღედ, თქვენ შეგიძლიათ სხვა დღე აირჩიოთ, მას ორი მიზეზი აქვს. რომ ერთი დღე ვეგეტარიანული, თუნდაც ერთი დღე ვეგეტარიანული, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად გაანადგურებთ ცხოველთა სამყაროს და იქნება თქვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის შეღავათი. პოლ მაკარტნი, როგორც იცით, მისმა ცოლმა ლინდამ ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში გაავეგეტარიანელა, დიახ, ისინი ვეგანები არიან და როგორც სტელა ამბობდა და ყვებოდა, ერთჩვენია დღეს, როდესაც ბატკანის ხორცს წვავდა, გაიხედა ეზოში და დაინახა, როგორ უმზერდა მზეს პატარა ბეკეკად და გადაწყვიტა, რომ არასოდეს ეჭამა ხორცი. მათ მენიუში შევიდა ბევრი ბოსტნეული, მათ მენიუში შევიდა ბევრი ყბელი და ამიტომ მაკარტნების ოჯახი აი იმ შორეული ახალგაზრდობიდან დღემდე არიან ვეგეტარიანელები. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ვარსკვლავი პოლ მაკარტნი და მისი ორი შვილი მერი და სტელა, სწორედ მათი წიგნიდან უხორცო ორშაბათები ვამზადებს სალატს და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, რომ სწორედ მაკარტნის ბიცების მეფის მენიუ თქვენ სუფრაზე გაჩნდება. კახა, ძალიან მარტივია, ყველა ბოსტნეული რაც სახში გვაქვს, შეგვიძლია გავთუთქოთ მარილ წყალში, აი შეხედე, მე ახლა ავიღებ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მაკარტნის რეცეპტში შედის ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, ასევე შედის სტაფილო დაჭრილი და დანარჩენს ახლა მე ფოკუსებს ჩავატარებ. ეს რეცეპტი პოლ მაკარტნის წიგნში არის მოცემული სოიოს ყველით, ტოფუთი, მაგრამ მე დღეს მოვამზადებ იმერული ყველით, რადგანაც საუზმეზე შეიძლება კონდეს იმერული ყველი შემწვარი შეხრაკული მწვანილებთან და მჭადის სიმინდის თქვილთან ერთად და შეიძლება ტოფუ არ გქონდეს, მაგრამ თუ გექნებათ სოიოს ყველი, შეგიძლიათ სწორედ მისით სცადოთ. ძალიან ბევრი ინგრედიენტია, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგა იმისთვის, რომ მივახციო პოლ მაკარტნის რეცეპტამდე. ეს არის წიგნიდან უხორცო ორშაბათი. გენიალური კაცის გენიალური რეცეპტი. მოდი დავიწყებ უცებ ყველის შეწვით. ჭადის თქვილი ჩაყარეთ ჯამში. დავუმატეთ მარილი, დავუმატეთ პილპილი. პილპილი არ ეწერა, მაგრამ მე დავამატე, რადგანაც ვიცი ქართული გემოს რეცეპტორები და ზუსტად ვიცი, როგორ ესიამოვნებათ ოჯახის წევრებს. სულ ცოტა სიცხარე ყელთან ერთად მერწმუნეთ, დამიჯერეთ, მეც მაქვს ჩემი გემოვნების შეგრძნება და ვემორჩილები დღეს პოლ მაკარტნის და ვარ ვეგეტარიანელი და დღეს არ მივირთმევ ხორცს, მაგრამ პილპილის დამატება არ აწყენდა. შეხედე კახა რა ვქენი? სიმინდის თქვილი, წვანილი, პილპილი და მარილი ერთმანეთში ავურიე. მე ხა ყველს დავასველებ, რომ უფრო კარგად მიეკროს.
აი ესეთ ზომებად დავჭრი. რაში გამომადგება შემწვარი ყველი, თანდათან სალათის აგებაში გავიგებ. ტაფა მომარჯვებულია, ბოსტნეული გათუთქულია. ზეთი აგერ მაქვს, აი კახას ზეთით დავასხი. ყველს ამოვგანგლავ სიმინდის ფქვილში და ვიქნები ძალიან კარგ განწყობაზე, რადგანაც როდესაც სტუმრად უნიჭიერესი პოლ მაკარტნი ყავს მეცხრე არხზე მისი რეცეპტით, მისი წიგნით, უნდა იყოთ კარგ ხასიათზე. არა მარტო მე, პოლ მაკარტნი ზუსტად ამას ამბობს დღეს როგორც დაიწყებს, ზუსტად ისევე გაგრძელდება. აი მწვანილებიან ყველს. ესე შევწვავ. ის თავის სურნელს გაუშვებს ყველისკენ და ვეგეტარიანულ დღეს მოვაწყობ. ერთი უცნაური ფრაზა წავიკითხე, მაკარტნიმ ინტერვიუ მისცა წიგნის შემდეგ და ის ამბობს: მე მინდა დავანგრიო მითი, როცა ამერიკელი მამაკაცები ამბობენ, რომ ხორცის გარეშე სადილი რა სადილია. ეს ცოტა იმ ძველმოდურ გამოთქმას გავს, როდესაც ამერიკელები ამბობდნენ, ლამაზი და სიმპათიური კაცი მხოლოდ მოკლე, გაკრეჭილი თმები წარმოგვიდგენიო. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მის თაობაში ნახევარი ამერიკა და ნახევარი მსოფლიო გრძელი კიკილით დადიოდა და ჰქონდათ ეს ჰიპური მიმართულებები. ბოლოს და ბოლოს ის მხატვარის და ესეთი ცოტა ძველი ბიჭის ჯონ ლენონის მაკაცია. პოლი კარგად სწავლობდა, ჯონი ცოტა ისეთი იყო. ზარმაცი, მაგრამ მუსიკაზე გადაყოლილი. სულ ხვდები, რომ არაცნობიერი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. იცით რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მენდელეევს დაესიზმრა თავისი ტაბულა, Yesterday, ანუ გუშინ ცნობილი ბიტსების გენიალური სიმღერა სწორედ სიზმარში ნახა მაკარტნი. და რო გაიღვიძა, თურმე უფიქრია, რომ არა, ეს ჩემი სიმღერა არის, ეს ხომ სადღაც მომისმენიაო. პირველ ტექსტში, Yesterday-ის პირველ ტექსტში თურმე ასეთი სასიყვარულო ფრაზა იყო, შენ ერბო კვერცხივით გემრიელი ხარ, დაახლოებით ასე ბოლომდე არ თარგმნი. ცოტა კულინარიული თემაა და ამიტომაც გავიხსენე, მაგრამ ერთ დღესაც მატარებელში სადღაც მიემგზავრებოდა გენიოსი პოლ მაკარტნი და ჩაესმა Yesterday-ის ყველა სიტყვა. Yesterday, suddenly და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გითხარი, კახა, ეხლა რომ გავაგრძელო ბიტსებზე საუბარი, ახალ წელს ერთად შევხვდებით ამ სამზარეულოში. ამიტომ გადავალ ჯანმრთელ კვებაზე და პოლ მაკარტნის აი ამ საოცარ სალატზე. ვიდრე ყველი შეიწვება, ვიმეორებ მის ორიგინალ რეცეპტში სოიოს ყველია, მე დღეს გამოვიყენე წვანილთან და სიმინდის ფქვილთან ერთად ზეთში შემწვარი იმერული ყველი. მოამზადეთ სალათის ქორფა ფოთლები, ზუსტად ასე უწერია პოლ მაკარტნის და მოამზადეთ соуსი. და ვიდრე მე პომიდორს შევწვალ, თქვენ соуსი უკვე ჯობსო წინასწარ მოამზადოთ, რადგანაც соуს თავისი არომატები გაუჩნდება. ზეითუნის ზეთი ცოტა პილპილი, ცოტა მარილი, ცოტა ძმარი. დიახ, ზუსტად ეს დრესინგი აქვს გამოყენებული მაკარტნის და დიჟონური, ანუ არამწარე მდოგვი. მე ხა ქართული მდოგვი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მოეწონებათ კახას და ჯონს. იორგაძეს, არა ლენონს, ჯვარი წერია. წავიდა, დრესინგი მზად არის. ყველი მე მგონი შეიწვა. რა საოცრება, მწვანილთან და სიმინდის ფქვილთან ერთად შემწვარი პატარა კუბები იმერული ყველის და რა იცის ლივერპულელმა გენიოსმა, რომ მე ახლა იმერეთიდან ჩამოტანილ ყველს წავ მისი რეცეპტი. თავარი ინგრედიენტები მე ყველაფერი მოვამზადე და ბოლოს რჩება ერთი რამ. ეს არის კარგად გარეცხილი პომიდორები დაალაგეთ აი ასევე გამოსაცხო ფორმაზე. ალბათ ძალიან მოუხდება პომიდორი ჩერი, მაგრამ მე ქართული პომიდორი ვარჩიე, ზეთის წვეთები, მარილი, შევდგავ, პომიდორს დავბრაწავ და პოლ მაკარტნის სალათის რეცეპტს გავაგრძელებ.